ბევრჯერ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებ იმას, რომ თუ კი ნებისმიერი დღესასწაული ჩვენთვის იქნება ისტორიული მოვლენა, მაშინ ჩვენს გვერდით ჩაივლის ეს. ასე ისტორიულ ცხოვრებით და ისტორიულ მოვლენებში ცხოვრობდა ბევრი ადამიანი. მაგრამ შინაგანის სიმტკიცე და სულის ცხონება ამ ადამიანებმა სამწუხაროდ ვერ მოიპოვეს. ამიტომ დღეს მინდა ფერისცვალებაზე საუბარი და ვისაუბროთ ჩვენ შესახებ და რის შესახებ. ნახეთ, რამოდენიმე თვისებას გეტყვით, რითი უნდა იყოს მორწმუნე ადამიანი ზოგადად, რა უნდა იყოს მისი მახასიათებლები და რითი უნდა იყოს ადამიანი დაჯილდოებული. ამითი გადავამოწმოთ საკუთარი თავი, საკუთარი შინაგანი მდგომარეობა და ამავე დროს დავფიქრდეთ იმაზე, რომ რა გზა გვაქვს გასავლელი, თუ კი ჩვენ გვინდა რომ ნამდვილი ფერისცვალება მოხდეს ადამიანის შინაგანში. პირველს გეტყვით, ფერსიცვლის ის ადამიანი, ვინც იმოგზაურა საკუთარი გულის ჯოჯოხეთში. ანუ ყველა ჩვენთაგანი ვატარებთ ჩვენ შინაგან მდგომარეობით ჩვენს ჯოჯოხეთს. მაცხოვარი იძახის, რომ ცათასასუფეველიო აქვია ადამიანის გულშიაო და თუ ცათასასუფეველი აქვია და ადამიანის გულშია, შესაბამისად ჯოჯოხეთიც აქვია და ადამიანის გულში არის. ადამიანმა, ვინც საკუთარ ჯოჯოხეთში არ იმოგზაურა და საკუთარი ტკივილების სიღრმეებში არ ჩავიდა, საკუთარი დაცემებისა და საკუთარი ცოდვების სიღრმეებში არ ჩავიდა გულწრფელად, ეს ადამიანი ფერისცვალებას ვერ განიცდის. რატომ? იმიტომ რომ ფერი რომ ვიცვალო, უნდა შევიცვალო. და რისგან უნდა შევიცვალო? რა არის ჩემი ცვალებადობა? სად ვიყავი და სად მოვედი? როგორი ვიყავი და როგორი გავხდი? აი ეს ფერისცვალება თუ არ განიცადა ადამიანმა, შინაგანი ფერისცვალება, მაშინ თავისთავად ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ დღეს მაცხოვარმა თაბორზე რო ფერი იცვალა და მოწაფეებმა მისი სიდიადე დაინახეს, ეს სიდიადე მაშინ მოვიდა ღმერთთან. ამ სიდიადეს უატარებდა ღმერთი. უბრალოდ ფერი იცვალეს მოციქულებმა შინაგანად და დაინახეს ქრისტეს სიდიადე. ანუ უფალმა მათ თვალი აუხილა, ანუ ფერი იცვალა მათმა შინაგანმა მდგომარეობამ და რასაც მანამდე ვერ ხედავდნენ, ეხლა დაინახეს. და რომ დაინახეს, განკვირდნენ, იქით მოსე, აქეთ ელია, ეს მაცხოვარი მთლიანად მოცული ამ საოცარ, ისე იგი სინათლეში და სიდიადეში. და განკრთეს, შეეშინდათ, შინაგანად დაიძაბნენ და მოკლედ აი ეს არის ღმერთის მოხილვა ადამიანისა. ღმერთი რომ მიდის ჩვენთან, ჩვენ გონია რომ რაღაცა, ისე იგი როგორ არის, იცით, რაღაც ნეტარი, რაღაც წარმოდგენები გვაქვს. ჩვენ ხო ჰედონისტები ვარ ზოგადად, ბედნიერების ძიებაში ვარ და ღმერთი რომ მოვა რაღაცა თითქოს აი ყველაფერი სიხარულია, არ არის ასე. პირველ ჯერზე უფალი რომ მოდის ადამიანთან, ზუსტად აი იმ გულის ჯოჯოხეთში გვახედებს და დაგვანახებს, რომ რამდენად ადამიანის შინაგანი მდგომარეობა დაცილებული არის ღმერთს. ეხა ბევრი რო არ გამიგძელდეს და მოკლედ საკმაო გვაქვს კიდე საუბარი, არ ვიცით, ხვალ ვიქნებით თუ არ ვიქნებით, მაგრამ ისე იგი მინდა რომ ეს რაზეც დღეს ვისაუბრეთ, დაგჩეთ თქვენ და ყველამ კარგად გაიაზროთ. დავიწყოთ ამაზე საუბარი. პირველი, რასაც იძენს ყველაზე ნიშანდობლივი რაც არის, ფერნაცვალი ადამიანი იმასთან, ვისთანაც ღმერთი მოვიდა. ანუ როგორც ქრისტემ საკუთარი სიდიადე დაანახა მოციქულებს, თუ კი ჩვენ მართლა ზიარებით, წირვალოცვაზე დასწრებით, ანუ გარეგნული რელიგიური ფორმებით, ხატებთან თხვევით, სანთლის დანთებით, არ ვიცი, საკლავის დაკლით, თუ რაზე ჩვენ ზოგადად გარეგნულად იმედებს ვამყარებთ, თუ ეს ნამდვილად ამის იქით ჩვენს გულს ღმერთი შეეხო, მაშინ აი ეხლა რასაც ვიტყვით, შინაგანად ადამიანი ამას მინიმუმ უნდა განიცდიდეს. პირველი, ადამიანს არეშინია მარტოობის. ეხლა ამას, რასაც თქვენ მე გესაუბრებით,
იქნება თქვენთვის გასაგებენაზე, არა საღვთისმეტყველო რაღაცა წმინდა მამათა ტერმინოლოგიით, არამედ ჩვენთვის გასაგებენაზე. არ ეშინია ადამიანს მარტოობის რატომ? არ ეშინია იმიტომ, რომ შინაგანად ის არასოდეს არ არის მარტო. ანუ ქრისტიანი ადამიანი არასოდეს არ არის მარტო. თუ კი თქვენ როდისმე განიცდით მარტოობას, ვინმესგან მიტოვებულობას, იმან მიმატოვა, ამან წინაზეც გესაუბრეთ, იმან ესე და ამ სიმარტოვეს და მიტოვებულობას განიცდით და ეს სიმარტოვე და მიტოვებულობა გტანჯავთ შინაგანად და თუ კი გტკივათ ეს შინაგანად და ისე გტკივათ, რომ მოკლედ კარგავთ მთლიანად ცხოვრების აზრს, შინაარს, ხვალინდელი დღის იმედს, ანუ ზოგადად თუ დემორალიზებული ხდები ადამიანი, მაშინ გამოდის, რომ ვიღაცა ვინც შენში უნდა იყოს, ის არ არის. ღმერთი არ არის ადამიანში, ანუ ადამიანი მართლა მარტო არის. დავსვავთ კითხვას. ის რელიგიურობა, რომელსაც შენ ამჟღავნებდი 20 წელია, 30 წელია ტაძარში დგომით, მარტო ხარ ისევ? ანუ ისევ ამ სამყაროზე და ისევ ადამიანებზე ხარ დამოკიდებული? თუ ასე ხარ, მაშინ გამოდის ერთი რამ, რომ შენს გულს ღმერთი აი ესე რომ მის მყოფობას განიცდიდე შენ შინაგანად და მისით განსაცდელების, ტკივილების, სიხარულის, სიმარტოვის, გასაჭირის მთლიანად რაც ამ წუთის სოფელში გეუფლება, მასთან ერთად გადატანის საშუალება არ აქვს. ავადმყოფობის, როდესაც ავად ხარ. ანუ მიმატოვა ყველა, მაგრამ მარტო შინაგანად არა, მარტო შინაგანად არ ვარ, იმიტომ რომ ჩემთან არის ის, ვინც ყველაზე მთავარია უნდა იყოს. ქრისტიანი ადამიანი ამ დროს, აი თუ კი უფალი მივიდა ადამიანთან, დღეს გადახედეთ სამყაროს როგორ არის, ყველა ლაპარაკობს. ბოდიშით ამ გამოთქმაზე, აი შენდობას ვთხოვთ ყველას, ლაყბობის საუკუნეს დავარქმევა მას. ყველა ლაპარაკობს. ანუ თითქოს აი დამწყვრეული რო ყავდა ადამიანი და არაფერს რო არ ალაპარაკებდი და დაუგროვდა და უცებ მოკლედ აუშვეს ადამიანი და გადმოხეთქა ყველაფერი, რასაც კი შინაგანად ატარებდა და ახლა მე გეტყვი, თუ კი უღმერთოთ არის ადამიანი და შინაგანი ღირებულებები და ფასეულობები არ გააჩნია, რას გადმოღრის გარეთ, აი კი უყურებთ სამყაროში რაც გადმოიღურებ. ამიტომ ნახეთ მორწმუნე ადამიანისთვის რა არის, მინდათ აი ამას მიაქციოთ ყურადღება, რომ ქრისტიანი ადამიანის სიჩუმეში სიცარიელი არ არის. ჩუმად არის ადამიანი, მაგრამ იცის რატომ არის ჩუმა და ეს სიცარიელეს არ განიცდის. საოცარი, ანუ როგორ გითხრათ, იცით, ბატონი ვანო ჭყიკვაძე, ჩვენი მოკლედ რეგიონის, ჩვენი ქალაქის გორელი ერთი კარგი მწერალი არის და საოცარი ლექსი აქვს ერთი და იმ ლექსიდან ერთი პატარა მონაკვეთი მინდა გითხრათ, პატარა არისო. სიცარიელით სავსე დარბაში. დაუკვირდით, სიცარიელით სავსე დარბაში. ღმერთო სიჩუმე როგორ ხმაურობს. ანუ ქრისტიანი ადამიანი სიჩუმეც ხმაურობს. ქრისტიანი ადამიანი ჩუმად არის დუმს, მაგრამ ის ამითი საუბრობს. ის ამითი ლაპარაკობს. ის ამითი ეუნება ადამიანებს, იმიტომ რომ ამ ბოდიში და ამ საუკუნეში, როდესაც ყველას ენაა გადმოგდებული და ლაპარაკობს, ქრისტიან ადამიანს შეუძლია შიგნით სიმყუდროვეში ღმერთთან ერთად იყოს და ჩუმად იყოს, ჩუმად, ყუდროთ იყოს შინაგანად. აი თუ ეს არ გაგვაჩნია, გახსოვდეთ, აი თუ მე არ შემიძლია რომ გავჩუმდე. გახსოვთ გეტყვით ხოლმე, ხო, მამაკაცებსაც და ქალბატონებსაც, ისე იგი ჭორაობა რომ დაიწყება, თუ იქ შეგიძლია რომ გაჩუმდე, თუ შეგიძლია გაჩუმდე და ღმერთთან ერთად ჩახვიდე და თქვა რომ აქ რაღაცა ხდება ისეთი, რომელიც ჩემთვის მიუღებელი ან მამაკაცებს ბოდიშით ამ ჟარგონებზე, მაგრამ ბირჟაზე რო დგეხარ და სადმე დგეხარ და განკითხვა, უბედურება, გინება, ლანძღვა რომ მიდის, აი თუ შენ შეგიძლია უბრალოდ გაჩუმდე. შეიძლება აი არაწყენინო და არ წახვიდე, მაგრამ სადღაც უნდა წახვიდე კიდეც. იმიტომ რომ სადღაც მიუღებლობა უნდა დააფიქსირო იმისა, რაც ხდება, მაგრამ თუ მაინც საზოგადოება ისეთია, სიმყუდროვეში ყოფნა უნდა შეეძლოს მოკლედ ადამიანს. ეს არის ჩვენი ქრისტიანი ადამიანების საყრდენი. ეს არის ჩვენი ძალა. იცოდეთ, ქრისტიანი ადამიანის შინაგანი სიმყუდროვე, სიჩუმის შესაძლებლობა, ანუ გარკვეულწილად შინაგანად ფიქრი ადამიანის, ეს არის საოცარი ძალა ადამიანის, ეს არის მისი ადამიანური გონიერება, რისთვისაც ზოგადად ადამიანი შეიქმნა, რომ ანუ ფიქრის, ხო,
გახსოვთ თუთაშიაში ხო განგებამ ფიქრისთვის შექმნა ადამიანი რა საოცარი რომანია და აი ეს ფიქრის უნარი აღარ აქვს დღევანდელ ადამიანს. აი ბოდიშით აი რაც ენაზე მოადგება მოკლედ ყველაფერზე საუბრობს და ყველაფრის გარეთ გამოტანა უნდა ადამიანს. და აი ხატოვნად გეტყვით ესე აი ჩვენთვის გასაგებად რომ ქრისტიან ადამიანს რა შეუძლია იცით? აი შინაგანი თითქოს სახლია ქაშენებული გულში. და ის სახლი რომელიც აი ყველაზე უკეთესად სათხართ ხოლმე თქვენ ალბათ თქვენს სახლში და მყუდროთ ხო და თქვენს ოთახში ალბათ ხო სადღაც ოთახში რო ხართ და იქ ხართ სადაც უკვე გარე სამყარო ამთავრებს თქვენთან რაღაცა ზემოქმედებას, ძალადობას ამთავრებს თქვენზე. ტელევიზორი გაჩუმებულია და ვიღაცა მოკლედ ადამიანები იქიდან ისე იგი თავს არ გიჭედავენ რაღაცეებით, მოკლედ ყვილმართლით, მოკლედ იქ ისე იგი თუნდაც მეზობლები აღარ ალაპარაკობენ, მოკლედ რავი, ყველაფერი ოჯახის წევრებიც გაჩუმდნენ, თავის პრობლემებზე აღარ საუბრობენ და სადღაც მარტო ხარ და აი ესეთი სახლი უნდა გააჩნდეს ქრისტიან ადამიანს. აი ესეთი შინაგანი გარკვეული სახლი, მისი პირადი ოთახი, სადაც ადამიანი ანუ მყუდროთ არის მაშინაც, როდესაც გარეთ ინგრევა ყველაფერი და იმსხვრევა ყველაფერი. გარეთ ბობოქრობა, გარეთ ინფორმაციული ომია, გარეთ ადამიანებს სიტყვით კლავენ. გარეთ ადამიანებს უბრალოდ იდეოლოგიით და ადამიანის გონებას და ადამიანის შინაგან განცდებს სიტყვით და მთელი განწყობებით კლავენ, მაგრამ მე მაქვს შინაგანად ოთახი და სახლი, სადაც მე შემიძლია შევიდე და მყუდროთ ვიყო. ეს თუ მაქვს, ეს თუ გაგვაჩნია, მაშინ ღმერთი მოსულა ჩვენთან და მაშინ თუ კი ღმერთი მოვიდა ჩვენთან, რა მოხდა? ესე იგი ღმერთი ჩვენს ჯოჯოხეთში ჩავიდა და ჩვენში ჯოჯოხეთი მარცხდება ნელ-ნელა. თლათ არ დამარცხებულა, მაგრამ მარცხდება ღმერთთან ერთად ჩვენი ჯოჯოხეთი მარცხდება. და ჩვენი ტკივილები, ჯოჯოხეთი რა არის? მარტო ტანჯვა ხო არ გონიათ. ჯოჯოხეთი ეს არის ტკივილი ადამიანისა. ჯოჯოხეთი ეს არის ჩვენი განცდები, ჩვენი განწყობები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, როდესაც ჩვენ ოჯახის წევრებს, ჩვენ სახლობებს ვუყურებთ და რაღაცა ამ სამყაროში ტკივილი მოდის, რაღაცა საოცარი ამისგან თავის დაცვა არის თავისთავად სამოთხისეული მდგომარეობა ადამიანის. და აი თუ კი ეს მოვიდა ადამიანში, ეს არ ჩანს. შევთანხმდეთ ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვენთაგან მომითხროს, დიახ, მამაო, ესე ვარ. ხომ ეთანხმებით? ამას ვერ დაინახავთ ადამიანში, ხომ ეთანხმებით? ახლა ადამიანს შინაგანად სულიერი მდგომარეობა აშენებული აქვს თუ არა აქვს აშენებული? შინაგანად სახლი აქვს თუ არა აქვს? მას შინაგანად რა განცდები აქვს? ამას ვერავინ ვერ დაინახავს. ხშირად არის ხოლმე დღეს აი მარხვა არის და ადამიანები იტყვიან ხოლმე მამაო შენ რა გინდა კაცო მე სულიერად მარხულობ ან თქვენს გეტყვიან ხოლმე მარხვა მარტო ჭამაკი არ არის გასაგებია და რატო იძახიან ადამიანები იცით ამას იმიტომ რომ იციან შინაგანად ვერ დაინახავ ის რითი მარხულობს სამრამეს ებძვის ადამიანი მარხვაში ეს არის გული გონება და მუცელი ყველაზე ადვილი დასამარცხებელი რა არის მუცელი მაგრამ ესა ჩანს და ადამიანი რას გეუბნება იცი რა მე კი ვჭამ რაღაცას პირობითად ანუ ჭამა არ ჭამა მართლა არ განსაზღვრავს არაფერს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი რომელიც გულის სიწმინდეს და გონების სისუფთავეზე საუბრობს ანუ მას არ შეუძლია ცირეოდენი უბრალოდ მუცელს უთხრას უარ და ძნელი დასაჯერებელია რომ მას შეუძლია გონების სისუფთავე და გულის სიწმინდე დაიცვას. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ადამიანებს, რომლებიც არიან სნეულები და რომლებიც საჭმელს იღებენ როგორც წამალს და არა უბრალოდ რაღაცა, ისე იგი სასიამოვნო რაღაცას, ანუ რომელზეც უარს ვერ იძახიან. მოგლეთ ვაგრძელებთ. თუ კი მე შინაგანად ესე ვარ, მაშინ ეს გარეთ უნდა გამოჩნდეს. გარეთ უნდა გამოჩნდეს. ახლა თუ კოკასაშინა რაც ადგას, იგივე წარმოდინდების, ხო? უფალი იძახის იმას, რომ შინაგანად რაც არის, ანუ ბოროტი ხე, ნაყოფსაც ბოროტს გამოიღებს, კეთილი ხე, კეთილ ნაყოფს გამოიღებს. ეხლა ნაყოფებზე ვისაუბროთ. ამითიც რომ გადაამოწმოთ თქვენი თავი, რომ არ გეგონოთ, რომ უფალი მოვიდა ჩემთან, დღეს ფერის ცვალება, მე შინაგანად ფერი ვიცვალე. ანუ
ილუზიებში და წარმოდგენებში, რელიგიურ ფანატიზმში, ყველაზე საშინელი რაც არის, ამაში რო არ იცხოვრო და რეალურად ღმერთი არის თუ არა თქვენს გულში, ნამდვილად ეს განიცადოთ. ეხლა ვისაუბროთ გარეგნულად როგორ უნდა გამოვლინდეთ სხვადასხვა ვითარებაში და სხვადასხვა სიტუაციაში. პირველი რაც არის, თუ კი ღმერთი არის ადამიანთან, მაშინ ადამიანი არ ეძებს კარგ ადამიანებს. რას გულისხმობ? აი, როგორ გითხრათ, იცი? შინაგანი ადამიანს აქვს შინაგანი, აი, ადამიანებისადმი როგორ გითხრათ, იცი, აი, სიყვარულით დამოკიდებულება აქვს რა. დაცემული ადამიანიც. ანუ მისთვის არ არის, აი, ეს კარგი ადამიანია და ანუ ეს ცუდი ადამიანია, არა, ადამიანია. რატო? იმიტომ რომ ყველაფრის განსაზღვრელი იცოდეთ ვართ ვინ, იცი, ჩვენ. თუ შენს ჯოჯოხეთში ნამყოფი არ ახარ, მაშინ გახსოვდეთ რომ შენ იქნები განმკითხველი ადამიანი. რატო? იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ გაუგებ მცოდველ ადამიანს. იმიტომ რომ შენ ხო წმინდანი ხარ, შენში უფალია, შენ უკვე 60-ისეულ მდგომარეობაში ხარ. რატო? იმიტომ რომ შენ ჯოჯოხეთში არ ჩაგიხედია. ამას ყოველთვის გაურბი ხარ ადამიანი. შენს განწყობებში, შენს ფიქრებში, შენს მისწრაფებებში, შენს ღირებულებებში, ფასეულობებში ხან ისეთ რამეს გაიფიქრებ ადამიანი, ეს ფიქრი საიდან მოდის? ეს ხო შენი შინაგანი ჯოჯოხეთიდან მოდის. და ამიტომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯოჯოხეთში არ არის ნამყოფი, ის ზოგადად განიცდის ესე, აი, მორწმუნე ამპარტავნები რო არის, აი, ფარისეველი როგორც იყო, გახსოვს რო იდგა და იძახდა, რომ მადლობა ღმერთო, რომ არ ვარ ესეთი, ისეთი, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, ანუ ვერ განიცდის საკუთარ მეზვერესავი ჯოჯოხეთს ვერ განიცდის და მუდმივად ყოფს ადამიანებს, ეს კარგი ადამიანია, ეს ცუდი ადამიანია, ეს ცოდვილია, ის არ არის ცოდვილი, ეს ესეთია, ის ისეთია, აი, მე რა მინდა თქვა? გავაგზელებთ მე ამას და იმასაც განახეთ, უბრალოდ პირველი რაც მინდა გითხრათ. ადამიანს უყურებ და ყველა ადამიანში პოტენციურად ხედავ საკუთარ თავს, თუნდაც ძალიან მცოდველი ადამიანი დაინახო, იმიტომ რომ შენ გაქვს გამოვლილი საკუთარი ჯოჯოხეთი. აი ხა მე ვის რა უნდა უთხრა უბრალოდ? აი პირდაპირ გეტყვით რა. აი მე როგორ შეიძლება ვინმეს რამე უთხრა? მე როგორ შეიძლება ვინმესთან დავდგე და უთხრა რომ შეესე თუ ან შენ მე რანაირად შეიძლება ვინმეს ეს უთხრა? მე ხო ჩემი თავი ვიცი და მე ხო ჩემი ჯოჯოხეთი ვიცი. მე ხო ჩემი შინაგანი ვიცი. საიდან მიწევს, საიდან ამომათრია უფალმა, საიდან დღესაც მათრევ შინაგანად. რანაირად შეიძლება მე ყველა თქვენთაგანი შევხედო, ვინმე შევხედო და ვთქვა რომ აი ეს ესეთ, ანუ ნახეთ როგორ არის. განა ცოდვას ვერ ხედავ, განა ბოროტებას ვერ ხედავ, განა უსჯულოებას ვერ ხედავ. არამედ შინაგანად ხვდები რომ ადამიანი რა ცოდვაა, იმიტომ რომ შენს გახსოვს შენი თავი ბოროტს როდესაც ყავდი ანუ ბოროტს ვნებებით და ცოდვებით როცა ყავდი შეპყრობილი, როგორი საშინელი იყავი ალბათ მაშინ. რა საშინელი ადამიანი იყავი მაშინ. აი ამის ხედვა დავკარგეთ ჩვენ დღევანდელმა, როგორ გითხრათ, რელიგიურმა და ესე ფანატიზმმა და როგორ გითხრათ, რელიგიურმა თვითკმაყოფილებამ ჩვენ აი ეს ზემოდან დაგვახედა ყველაზე არადა მთავარი რაც ქრისტემ დედამიწაზე მოიტანა რა შეინანეთ. არ ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც ქრისტიან ადამიანს რამე დაემართებოდა შინაგანად და დააბრალებდა სხვა ვინმეს, იმ წუთში იწყებდა შინაგანად ფიქს იმაზე, რომ ვაიმე დედა მე ეს იმიტომ, აი მე ხო თითი რო გავიჭერა, იმას გეტყვით რატო გავიჭერი. ვიღაცამ რო ეხა თითზე ხელი დამისვას და ვიღაცამ გამიჭერას, მე ვიცი რატოც გამეჭრა, იმიტომ რომ შინაგანად ვიცი რაც ვარ მე. რომ უფალმა ეს მაჩვენა გუშინ აი დავწერე კიდეც რაღაცა წინა საფერისცვალებო და დღესაც შეიძლება ვინმე მარწაიკითხეთ გაგიმეორი. რა არის შინაგანი ფერისცვალებო? როდესაც დაინახე რაიმე ბოროტება და როდესაც დაინახე ან გაიგე ვინმე ადამიანის ცოდვა, პირველი რასაც აკეთებ, იწყებ შინაგან შენ ბოროტებასთან და ცოდვასთან ბრძოლას. განა იმასთან. აი ეს ესეთი და ეს პირველი რაც გახსენდება ღმერთო, ჩემი ჯოჯოხეთი, ჩემი შინაგანი ჯოჯოხეთი, ღმერთო დამიფარე, უფალო შემიწყალე. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით გამოცდილებით ერთი რამე, რომ
კეთილი ადამიანებიც ხშირად გაგეცლებიან გვერდიდან, როცა გჭირდება, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ოდესღაც შევრაცხეთო ცუდები არიან, ხშირად ის ადამიანები ამოგდგომიან გვერდი და ამისი ბევრი მაგალითია ჩვენს ცხოვრებაში. რო გვეგონა, რომ ის ადამიანები ჩვენს გვერდით იქნებოდნენ, ზუსტად ისინი არ აღმოჩნდნენ მაშინ ჩვენს გვერდით. და უცბად საჭიროების დროს ის ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ მეგონა, რომ ის ჩემს მიმართ რამეს განიცდიდა, ის ადამიანი ამომიდგა გვერდით. ამიტომ ქრისტიანი ადამიანი ფართოდ იყურება, ქრისტიანი ადამიანი სხვა ხედვა აქვს ამას. თუ ჩავედი ბოლომდე არ ვიცი, მოკლედ იმასაც მოკლედ გეტყვით რა არის და როგორ არის. რამდენი რამის თქმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანია. ქრისტიანი ადამიანი კარგად ხედავს, იხედება ნიღბების უკან. იცოდეთ ეს. კარგად იხედება ნიღბების უკან და რატო? იმიტომ რომ თვითონ დადიოდა ნიღბით. თვითონ იყო ყველაზე დიდი მსახიობი და თვითონ იყო ყველაზე დიდი ნიღბის მატარებელი ადამიანი. იმიტომ და ამიტომაც მანიცის რა ხდება ზოგადად შინაგან. ნახეთ, მე ვიცი ადამიანი, ცოდვა ვიცი, მე ვიცი ადამიანის შინაგანი განცდები, ვიცი ეს ტკივილები, მაგრამ ნახეთ, ხედავ რომ ადამიანს მაინც უნდა რომ კარგად წარმოაჩინოს თავი. კარგად წარმოაჩინოს, ვითომ ესია, მაგრამ ეს ვითომ გონია რომ ესია, მაგრამ ეს იმის უკანაც ხედვა იცის. გახსოვთ ადრე მე გითხარით რომ ქრისტიან ადამიანმა საოცარი რამეზე დაინახოს, მაგრამ იტვირთოს. განა ვერ ხედავ ვინმეს ცოდვას, განა ვერ ხედავ ვინმეს ასეთ მდგომარეობას, მაგრამ შენ შეგიძლია დაინახო და იტვირთო. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება კიდე რაც მინდა გითხრათ, ეს არის ქრისტიან ადამიანს შეუძლია იყოს ადამიანის გვერდით ისე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, ამას მიაქციეთ ყურადღება. თქვენ ოჯახში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და მით უმეტეს ადამიანებთან. ქრისტიანმა ადამიანმა იცის რა იცი, რის გარეშე იყოს ადამიანის გვერდით, იცი? ყველაფერი კარგად იქნება, ჭკუის სწავლება რო იციან, ხო მიხვდით, აი რომ გაიხსენეთ რამდენჯერ იყავით ისეთ მდგომარეობაში, აი საკუთარ ჯოჯოხეთს განიცდი შინაგანად, ტკივილებში ხარ ადამიანი, თავი გაქვს ჩარგული ესე და განიცდი რაღაცებს და გვერდით ვიღაცა ან ვიღაცები დგანან და ყველაფერი კარგად იქნება, აბაბაბაბ და ანუ რას თხოვ ვიცი უბრალოდ შეგიძლია უბრალოდ გაჩუმდე და ისე დაჯდე ჩემს გვერდით. აი გაჩუმდი, მეტი არაფერი არ მინდა რა. გაჩუმდი გვერდზე იჯექი და როცა მე დამჭირდება რომ რაღაცა გითხრა, მაშინ მოდი. ანუ ქრისტიანმა ადამიანმა იცის იმ დუმილში, ანუ ადამიანის გვერდით ყოფნა და რატო იცის, იცით? იმიტომ რომ მე მახსოვს მაგალითად ესეთი რაღაც, ალბათ თქვენს გემახსოვრებათ. ხშირად ჩემი დარიგებები და ჩემი რაღაც ადამიანს ნუ გეშინია, ესე იყო ეს ყოფილა რით გამოწვეული, იცი? შექება დამემსახურებინ. აგერმე ადამიანის გვერდით. ბევრჯერ ყოფილა ისეც რომ ამ დროს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გინდა რომ ადამიანზე ძალაუფლება მოიპოვო. რომ შე რო ცუდად იყავი, გახსოვს რომ დაგეხმარე? ხშირად ადამიანები ამის გამო ეხმარებიან ადამიანებს. ხშირად არის რომ ადამიანები ამის გამო ძალადობენ მეორე ადამიანზე, რომ აუღნიშნონ, ხედავ რა დღეში ხარ. მოვიდა გეხმარება, მაგრამ შინაგანად რას შვება, იცი? ძალადობს. უხარია, აგე ეგ იმიტომ დაგემართა შენ რომ გახსოვს იმას რომ იკეთებდი. ამიტომ ქრისტიან ადამიანს ზუსტად ეს განცდა აქვს, რომ მას შეუძლია რა, იცით? გადაამოწმეთ თქვენი თავი, უბრალოდ კეთილი საქმის კეთება შეგიძლიათ? ადამიანის გვერდზე დგომა და დახმარება შეგიძლიათ? მაშინ დაუჯექი გვერდზე ადამიანს და მასთან ერთად იმყუდროვე და ჩუმად იყავ. და დააცადე თუ კი დაგიძახებს, მის გვერდით იყო, ხელი გაუწოდო ეგრევე და ისე იგი მის გვერდით დადგე. აბა დაუკვირდით. კეთილი საქმის კეთება ესე შეგიძლიათ? თუ შეგიძლიათ, მაშინ ღმერთი არის ადამიანის გულში. და მით უმეტეს ოჯახში გაუფრთხილდით ერთმანეთს, გთხოვთ. მით უმეტეს მშობლები და შვილების უკვე ზრდასრული შვილების ურთიერთობაში გააფრთხილდით ამასთან დაკავშირებით.
ხშირად ჩვენი შვილები ხვდებიან თავის დანაშაულს და ჩვენ კიდე ზემოდან ვაწვევით ჩვენივე გარკვეული ფრაზებით უბრალოდ ხშირად შვილი ფიქრობს, რომ დე მივხვდი, მამა მივხვდი ამ ყველაფერს გეხვეწები, უბრალოდ გვერდში დამიდექი და ჩუმად იყავით, თუ დახმარება დამჭირდა რომ მოვიდე და გითხრა. შემდეგი კონკრეტ ბევრია, უნდა ამოვარჩიო, თორე ძალიან ბევრი გამომივა. ქრისტიანი ადამიანი არის ფრთხილი სხვისი ტკივილების მიმართ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ადამიანის ტკივილებში ხშირად ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ადამიანებს ისე ველაპარაკები და ისე გულნატკენები არიან თვითონ ხოლმე, რომ ჩვენ როგორ გითხრათ, იცით, აი ვერ შევდივართ მათ მდგომარეობაში და ამისი მიზეზი ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ მდგომარეობაში შესვლა არ ვიცით. ჩვენი ტკივილები არ ვიცით, ჩვენ ტკივილებში ყოფნა არ ვიცით და გახსოვდეთ რა ძნელია როცა გტკივა. გტკენიათ როდისმე ძალიან. აი მართლა აი როგორ იცით, აი რაღაცა ძალიან რო შინაგანად ძალიან გტკივა, გტკენიათ ასე. მაშინ წარმოიდგინეთ ყველა ადამიანი, ვისაც კი თავდახრილს ნახავთ და ვისაც კი რამე პრობლემა აქვს, ჩათვალეთ რომ მას ეს ტკივა მასაც. და წარმოიდგინე იმ დროს, როდესაც შენ ეგრე გტკიო და რა გინდოდა რომ შენთვის გაეკეთებინათ, აქ ცოცხლდება სახარების ის ნაწილი, როდესაც გაუკეთე ადამიანს ის, რაც შენ გინდა რომ გაგიკეთონ და არ გაუკეთო ის, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთო. იმ დროს, როდესაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყავი, რა გინდოდა თქვენთვის რომ გაეკეთებინათ, იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ან ცხოვრობდით, ან მიხვედით უბრალოდ მათთან სათხოვნელად, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იგივენაერად მოეკეცით იმ ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიხვედით და ეგ არ დაგხვდათ, შეიძლება თქვენ გვინდოდა გვერდში დგომა, მაგრამ ვიღაცა ეგრე გვერდში არ დაგიდგათ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ეგრე დაუდექით, როგორც თქვენ გვინდოდათ, რომ დაგდგომოდნენ გვერდით. ხშირად იწყვიან ხოლმე ადამიანები, მე რომ მიჭირდა, შენ გონია შვილო, ვინმე დამიდგა გვერდით, აი სულ ჩემ ხრებით გადმოვიტანე, ეს გავაკეთე, ის გავაკეთე და ამითი რას აკეთებს ადამიანი. მე თუ ესე გავაკეთე, ნება იბოძე და შენს გააკეთე და დღევანდელი სამყარო ზუსტად ამაში არის ჩაძირული. ამაშია ჩაძირული დღევანდელი სამყარო, რომ ადამიანებს კეთილის კეთების სურვილი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ცუდი, ან როგორ ვთქვათ, დაცემული შინაგანი მდგომარეობიდან მოვდივართ. ჩვენი ტკივილები და ამ ტკივილების დროს ჩვენს გვერდით ხშირად არავინ არ იყო. და რატომ მოხვედი ეკლესიაში? იმიტომ მოხვედი ეკლესიაში, რომ ის, როდესაც შენს გვერდით სამარიტელი, ანუ მოწყალე სამარიტელის იგავი რო არის, ვიღაცა რო დაგდებული ნახე შენს იმ ღდელივით და ლევიტელივით გვერდზე კი არ ჩაუარო, იმიტომ რომ მეწოდეს ხაც ეგრე ვეგდე და ჩემთან არავინ არ მოსულა დასახმარებლად. აი იმ სამარიტელივით, რომელიც გაჩერდა და დაეხმარა, ნება დაიბოძო, იმიტომ მოხვედი აქ, იმიტომ მოხვედი ქრისტესთან, იმიტომ თქვი რომ ღმერთია შენში, თუთვლი რომ ღმერთია შენში და თუ კი ფერის ცვალება მოხდა შენი იმ ქვეყნიური და წუთისოფლის სულის კვეთებისა და ცხოვრებისა, მაშინ ასეთი უნდა გახდე, რომ შენ რო გტკიოდა და გინდოდა როგორ მოგცეოდნენ ნება იბოძე, გადი და ასე მოეკეცი მინიმუმ ოჯახის წევრებს მაინც. ჯერ პირველი მცნება მაინც შეასრულე, გახსოვთ, თუ კიო შენო გიყვარსო ის ადამიანები, ვისაც შენ უყვარხარო, ეს რა არისო, ესე ხო ყველანიც იქცევიანო. ეს განკითხვა კი არ არის, ესე ჩვეულებრივი ადამიანებიც იქცევიანო და უფალი გვეუბნება, ესე მაინც მოიქეცი იმას, ვისაც უყვარხარ, იმის მაინც შეიყვარე ისე, როგორათაც ღმერთი გასწავლის და ქრისტე გასწავლის. ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს ეკლესიამ აი ეს სულისკვეთება გავიტანოთ ჩვენს ერში და ჩვენს ქვეყანაში. ხო ხედავთ ადამიანებს დღითი დღე, როგორ გითხრათ, იცით, ცივდება, მთელი ჩვენი საზოგადოება ცივდება. მთელი საზოგადოება ერთმანეთთან დაპირისპირებულია, მთელი საზოგადოება ჭამს ერთმანეთს, სიტყვებით კლავენ ადამიანები ერთმანეთს. ვინ უნდა გამოვიტანოს ეს გარეთ?
ვინ უნდა მისცეს ფერი, ვინ უნდა უცვალოს გარეთ საზოგადოებას და ჩვენ სამშობლოს, ვინ? უნდა უცვალოს ეკლესიამ და ეკლესიამ როგორ? თქვენ გონია თავისით მოხდება ესე უცებ რაღაცა ის რა ქვია ზარი გაისმება და უცებ ისე იგი ადამიანი რომელიც გარეთ იყო და რაღაცა ბოროტებას ჩადიოდა და ბოროტ საქციელით იყო ის უცებ შემოტრიალდება? არა. მას ჭირდება ის ადამიანი ვინც აი ამ თავის აი ამ როგორ გითხრათ სიმარტოვეში ამ ტკივილში ამ დაცემულობაში სწორად დადგება მის გვერდით როგორათაც ქრისტე ასწავლის ამას. ფერნაცვალი სულიწმინდის მადლის მატარებელი ადამიანები ჭირდება ჩვენ საზოგადოებას გარეთ. ვის გააქვს ეს გარეთ? რომელ ჩვენთაგანს ჩვენ ოჯახამდეც კი ვერ მიგვაქვს ეს სულისკვეთება რაზეც ახლა ვსაუბრობ. ჩვენი ოჯახის წევრებიც კი არ შეგვიძლია აი ამ მდგომარეობაში, ანუ აპატიე, მიუხედავად იმისა, რომ გაწყენინა აპატიე, ვისთან უნდა, ანუ შენ მტერის პატიება გაქვს მოცემული ღმერთისგან და შენს ოჯახის წევრს არ პატიო. რაზეა საუბარი აქ? საქართველო მეორედ მოსვლის წინ გაბწყინება თქვენ ფიქრობთ რომ რაღაცა ისე იგი ჩვენი ფლორა ფაუნა გაბწყინდება? ადამიანის გული უნდა გაბწყინდეს, ფერნაცვალი ადამიანების სიმრავლე უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი თვისებაც გითხრათ. ქრისტიანმა ადამიანმა იცის კარგად ყოფნის ფასი. ანუ როგორ უფრთხილდება იცით ამ კარგად ყოფნას? რო ვიცი საიდან ამოვედი, როგორი წუმპიდან ამოვედი, როგორი ჯოჯოხეთიდან ამომათრია ღმერთმა და ოდნავ უკეთესად ვარ და კარგად ყოფნას იმას კი არ გულისხმობ იქ სურვილები რო გვაქვს გარეთ რაღაცა რომ ის მინდა და ეს მინდა და ესე იყო ეს წარმატება, კარიერა, ფული და რაღაც. ეს კარგად ყოფნა არა, რომელიც წამიერი არის უძღები შვილმა პატარამ რო წავიდა და დაკარგა და გაფანტა ყველაფერი. ამაზე არ ვსაუბრობ. კარგად ყოფნას საუბრობ აი წეღარაც ვისაუბრე ჩინაგანად. საკუთარ თავთან მშვიდობა რო გაგდა ღმერთში რომ მშვიდად ხარ ადამიანი და თუ კი შენ როდისმე აი ეს კარგად ყოფნა განიცადე იცი როგორ უფრთხილდები ამას. სამწუხაროა ჩემო მეგობრებო, აი ეს ხშირად ჩვენ ეს არ განგვიცდია და ჩვენ ის გარეთ აი როგორ გითხრათ ის რო გითხრათ ახლა ადამიანმა რა გინდა იმისთვის რომ კარგად იყვეთ, პატარა ბავშვები ვით უბრალოდ აი საკონტროლო რო გაწერიდო და უბრალოდ ფურცლები დაგირიგოთ ეხლა რა გინდა რომ კარგად იყვეთ, ტერმინებსაც და ლექსიკონსაც კი ვერ მოიშველიებთ ქრისტიანულსო დაწეროთ რა გინდათ რო იყოს და გულწრფელები თუ იქნები და ნიღბის გარეშე და მართლა დაწერ დღეს რა გინდათ რომ კარგად იყვეთ, ეს ყველაფერი იქნება მაინც ამ წუთისოფელში კარგად ყოფნის აი მატერიალურთან და ამ წუთისოფლის კეთილდღეობასთან იქნება დაკავშირებული ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ ერთხელაც თითქმის არ ყოფილა რომ კარგად ყოფნა განმეცადოს ღმერთში. ამიტომ ნახეთ როგორ არის ქრისტიანი ადამიანი თუ ეს განიცადა და კარგად არის, იცი როგორ უფრთხილდება სხვის კარგად ყოფნასაც. ყოფილ ხართ კარგად და დაცემულ ხართ. ყოფილ ხართ კარგად, აი ღმერთი მოვიდა, გაგაწმინდა, გაგასუფთავა და მერე შენ როგორც ისაო, ისე იგი ღორი მიექცაო თავის იმას, ზაღლი მიექცაო თავის ნათხევარს, ვა ესე რომ მიუბრუნდი ისევ ადამიანი, ღორივით ისევ ტალახში რო გაწექი და აი იმ სიკარგიდან რომ მიხვდი ისევ რომ ჩაიძირე ამ უბედურებაში. და რო დაინახე რომ ადამიანი ვინმე კარგად არის, როგორ აფასებ მის კარგად ყოფნას, იცი, უფრთხილდები, შენ მაინც იყავი კარგად. შენ მაინც იყავი მშვიდად, შენ მაინც იყავი ძლიერი. არა და დღეს როგორ არის ადამიანები ისეთი შურით არიან შეპყრობილი, რომ შენ თუ კარგად ხარ, ადამიანი ლურჯდება, წითლდება. შური, ერთმანეთის გაუტანლობა, სიხარბე. აი ეს არის დღევანდელი საზოგადოების მოკლედ დამახასიათებელი თვისება. მოკლედ რამოდენიმე იყო კიდე და ბოლოს გავიტყვი და ამითი დავასრულე. მიუხედავად სულ 4 რაღაცა ვთქვი და 5 კიდე სათქმელი მქონდა, ბოლოს ვიტყვი ქრისტიანი ადამიანი საბოლოო ჯამში
ცხოვრობს როგორ იცით? რაღაცნაირად განსხვავებულად. ქრისტიან ადამიანს ეტყობა ეს განსხვავებულობა. არა თვითონ ქმნის ამ განსხვავებულობას, არამედ ცხოვრობს ესე და ის განსხვავებულია და მე ვიტყვი ხომ ეგეთი, რაღაცნაირია რა. აი ქრისტიან ადამიანს ვნახავ, აი რაღაცნაირია. აი ძალიან მშვიდია. სხვანაირია, 7-ია, გამომეტყველებაც კი 7-ია. ძალიან მაგარია, რომ ძალიან ღრმა არის. აი რომ დაველაპარაკები ხომე ადამიანს, აი თქვა ვიღაცასთან რომ საუბრობ. ნუ ახლა ვიღაცები შეიძლება აფასებენ, ნუ ვინ რასაც ატარებს შინაგანად ისი აფასებს, ხო? რაღაცა ვიღაცა შეიძლება მეცნიერია და მე რომ ელაპარაკება, შეაფასოს, აბა რამდენად მაქვს მე ცოტა, ანუ გარკვეულწილად მეცნიერული ცოდნა ამა თუ იმ დარგისა. ალბათ მედიცინის მუშაკი თუ დამელაპარაკება, ამ პედაგოგი ხო ის შეხედავს, აბა პედაგოგიური მონაცემები როგორი, ანუ ყველა ადამიანი რაც შინაგანად რასაც ატარებს, იმითი აფასებს სხვა ადამიანს. მე ხშირ შემთხვევაში ამით ვაფასებ ხოლმე ადამიანს, როდესაც უყურებ, შეიძლება ბევრი ილაპარაკოს ზანჭკვიანური რაღაცები თქვას, რაღაცა, მაგრამ ანუ ცდილობ ყოველ შემთხვევაში ადამიანს უყურო გამომდინარე იქიდან, რამდენად შინაგანად სიმშვიდეს ატარებს და რამდენად ნამდვილია, რამდენად ღრმა არის და ბოლო რამდენად სხვანაირი სიცოცხლე არის მასში. ბიოლოგიური კი არა, ჯანმრთელი რო ადამიანი, ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს ყველა. ბიოლოგიური სიცოცხლე კი არა, აი, კარგი აწითლებული ლოყები, თქვა, კარგი მოკლედ ჯანიანი, იმას გადადგავს, ამას გადადგავს, არა. აი ის სიცოცხლე, რომელიც სიცოცხლეც ქრისტიან ადამიანში უნდა იყოს, ის რაღაცა სიცოცხლე, რომელზეც ვერ ისაუბრებ, რომელზეც ვერ იტყვი, ამაზე ვერ დაანახებ ადამიანს, ვერ მოუყვები ადამიანს, ეს ამას ყველა შინაგანად განიცდის. ეს სიცოცხლე რამდენად არის ადამიანში. სრდილობიანია, მოწესრიგებულია, ესეთია, ისეთია, მაგრამ შეიძლება სულაც ადამიანში არ იყოს ის სიცოცხლე, რომელზეც ჩვენ მოკლედ საუბრობთ. ასეთი ადამიანის გვერდით მოკლედ ყოველთვის სითბოს განიცდი ადამიანი და დაცულობას. აი მის გვერდით დაცული ხარ, აი მე ბევრჯერ განმიცდია რა. რამოდენიმე სასულიერო პირი არის ისეთი, ვისთან ერთადაც მიწევს ხოლმე მე ყოფნა, არ ვიცი. მე ესეთ რამეს, აი წეღარო გითხარით, ჩუმად იყო ეს, ხმაც რო არ ამოიღოს, მის გვერდით ვარ, რაღაცა საოცარი სიმშვიდე, საოცარი სითბო და რაღაცა შინაგანი დაცულობა. ამის გვერდით რო ვარ, მე დაცული ვარ, კარგად ვარ. აი ქრისტიანი ადამიანის გვერდით თქვენ ოჯახებში, აი ესეთი საყრდენები უნდა იყოს თქვენი ოჯახის წევრების. თქვენს გვერდით უნდა იგრძნონ ზუსტად ეს. დაცულობა, სითბო უნდა იგრძნონ და რაღაცა შინაგანი სიღრმე უნდა იგრძნონ ადამიანის. დავამთავრებ და ამ სიტყვებით ვამთავრებ. ისწავლეთ თუ ქრისტიანობა გინდათ, მიუხედავად იმისა, სად რა თანამდებობა გაქვთ თუ არ ვიცი, რას წარმოადგენთ ამ წუთის სოფელში, ისწავლეთ იყოთ არავინ ამ წუთის სოფლისთვის. აი ეს სიტყვები, რაც მე გითხარით, კარგა სიღრმისეულად დაფიქრდით. აი ვინმე ხარ ქრისტიანი ადამიანი, თუ კი ქრისტეში ხარ ვინმე. აი ვინმე რომ მოვიდეს და კითხოს, რას წარმოადგენ, ვინ ხარ, რას ეთქვით. აი უნდა შეგეძლოს აი მის თქმა, ღვთის წინაშე. გახსოვთ, აი ხშირად იყენებთ ხოლმე, რა ვიცი, მე ცოდვილი, ეს კი არ უნდა იყოს. როგორ გითხრათ, იცით, აი ფარისეულური გამოთქმა. უნდა შეგეძლოს ადამიანმა მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხარ, თქმა იმისა, რომ არავინ არ ვარ. არავინ არ ვარ და ვის წინაშე არავინ არ ვარ. თქვენ წინაშე დამიჯერეთ, თქვენ წინაშე ძალიან მაგარი.
ანუ თქვენს წინაშე თუ დავაყენე ჩემი თავი უკვე წამოა აქ როგორ არა აგერ 100 ადამიანი დგას და გისმენს და მე აქ დგევარ და გელაპარაკებით როგორ არა ვარ ვინმე მაგრამ აბა მიუტრიალდე იქითა იქ პატარავდები ამიტომ თუ ქრისტიან ადამიანს მიუხედავად ყველაფრისა შეგიძლია ღმერთთან მაინც ადამიანებთან თუ არა ღმერთთან მაინც ყოველ საღამოს თქვა რომ მე მინდა ვისწავლო რომ არავინ ვიყო ამ წუთის სოფლისთვის ვაკეთო ის რასაც ვაკეთებ ერთგულად პატიოსნად რასაც ვაკეთებ მაგრამ მიუხედავად ამისა არავინ არ ვიყო რა სულიერი იერარქიასაც არ უნდა წარმოადგენდე რა საერო იმასაც არ გინდა წარმოადგენდე თუ ქრისტიანი ხარ თუ არა გასაგებია ყველაფერი თუ შენ შეგიძლია ყოველ საღამოს ლოცვის დროს სადაც მთელი ეს ლოცვა სიმდაბლით არის გაჯერებული სადაც ფაქტობრივად მთელი დღის ახსარებას და ცხოვრების ახსარებას ამბობ ადამიანი ყოველ საღამოს ღმერთთან თუ შენ ეს გულწრფელად შეგიძლია მთელი ამ საღამოს ლოცვის ერთი მთავარი მახასიათებელი რა არის ვინ ხარ და იქ თუ გულწრფელად შეგიძლია თქვა რომ არავინ არ ვარ მაშინ შენში ქრისტიანული თამდაბლობა და ქრისტიანული სულისკვეთება არის ისევ და ისევ ღმერთმა დედა ღვთისმშობლის ლოცვით რადგან მის მარხვაში ვიმყოფებით ყოველთა წმინდათა ლოცვითა ვედრებითა და მათი მაგალითით მოგვანიჭოს ჩვენ სულიერი შინაგანი ფერისცვალება ღვთის მადლი მოვიდეს ჩვენს გულებში და მოგვანიჭოს გულის სიწმინდე გონების სისუფთავე ჩვენი სხეულის სიმრთელე რასაშინა შემწეგვეყოს ჩვენ უფალი ღმერთი თვისითა მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა აწდა მარადის დაუკუნითი უკუნისამდე ამინ ღმერთმა მრავალ ფერისცვალებას დაგასწროთ